გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ ვმყოფებით ბათუმში ლუდის ფესტივალზე. მე კი რატი ვარ და თქვენ უყურებთ რატის ბარს. დღეს მეგობრებო ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდებათ, რადგან იქნება ძალიან ბევრი ლუდი, ძალიან ბევრი დალევა, ძალიან ბევრი ჩელენჯი და მოკლედ აუცილებლად უნდა უყუროთ ავიდან ბოლომდე ამ ვიდეოს. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ვიდეო და რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად იქნებიან ხიდეშა აშვებით. და ცოტნე. ჩემოვდი ვარ, გამარჯობა. დავახარ ცოტნე ჩაარტყიდო. მოკლედ ერთ-ერთი ჩელენჯი იქნება ასეთი, კი გადაშემოწოდო. სწორად მიჭირავს თუ თხა დაგიგოსავით ვარ. სწორია? ერთ-ერთი ჩელენჯი იქნება ასეთი, დაამარცხეთ ცოტნე. ცოტნე მზად ხარ ამ ჩელენჯისთვის? არა, ანუ ძალიან საინტერესო ჩელენჯი იქნება, იმიტომ რომ ლუდის სმაში უნდა დაამარცხონ ცოტნე და ჩემი აზრით ბევრს არ აქვს. ვერავინ მოუგებს. და რა თქმა უნდა, თუ ცოტნეს ვინმე დაამარცხებს, მიიღებს ბარის ვაუჩერს 100 ლარიანს, 200 ლარიანს, 300 ლარიანს, 500 ლარიანს და მოკლედ ასე შემდეგ და გააჩნია დამსახურება. ასევე მეგობრებო, დავაგემოვნებთ აქ ლუდის ფესტივალზე არის როგორც სნეკები, ასევე ჰოტდოგები, მწვადები, ბურგერები, ასე შემდეგ. ასევე სხვადასხვანაირი ლუდი, აი უამრავი ლუდი არის აუცილებლად დავანაგვიანებთ კი არა და ასევე აუცილებლად დავაგემოვნებთ ძალიან ბევრნაირ ლუდს, იმიტომ რომ როგორც ქართული, ასევე უცხოური ლუდები არის, ეს რატომ იჭირავს ესე? ასევე უცხოური ლუდები არის წარმოჩენილი და ვნახოთ, როგორც წაიღებს ვიდეო, ისე მივყვებით ჩვენ რა. ძალიან კარგ ხასიათზე ვარ და წავალთ ახლა თითოს ჩავურტყავთ ხასიათისთვის და მერე უკვე შევბერათ. აქ ბიჭებსაც დავაჩელენჯებთ და ასე შემდეგ. всё. სტორი დადებული არის, გელოდებით და სანამ ხალხი ნახავს უკვე ამ ყველაფერს, იქამდე ცოტა პირი გავისველოთ და იქით კი ვხედავ პაულანერის სტენდს. ჩემი საყვარელი ლუდი არის, გაუფილტრავი და აუცილებლად დავეშვათ, ხო ჯამად? თითოს ხო ჩაურტყავ. წავედით, დავაგებულოთ. და მერე ჩავუყვეთ იქიდან. აჰა, ესაც პაულანერის სტენდი. გამარჯობა. რო გადავიღოთ პრობლემა ხო არ არის? ლუდი გვინდა რა. გაუფილტრავი პაულანერი გვინდა. სამიცად. ბიჭებო, აქაც პატარა ჩელენჯი შემოგთავაზებ. შენ და ხიდეშას ამას ვინც პირველი დალევს რა, უცებ ხა ერთი მოყუდებით, იმან გაიმარჯოს და წაგებულმა კიდე 3 ლიტრიანით გადაისხეს. მესამეზე ვინც გავა, გვაწყობს? მესამეზე ვინც. ძიო, დავაი, გვაწყობს. ესე უნდა იყოს ხა ჩელენჯი ეგეთია. ისა რატი? 4 რა. 4 გვინდა რა. რო კადრები რო წაეშალოს რა. ჯამათ ეს მოიცა. მე 3 2 1 შე ბიჭო ყوار უბე ნახევარი აქ დაასხეთ რა მოიგო რატი მოიგო რა კარგი დასალევე მაგრამ თოთნე რა დალია ანუ ხვდებით რატის ხო გავხედე სხვაუდი იმას აღარ იყო ცარიელი ანუ მეგობრებო ხვდებით ხო რატომ წერია აქ ცოტნე და არა რატიან ხიდეშა ანუ ესე დამატრიალა რო ძალიან მარტივია ამიტომ ნახოთ ახლა გავივლით და შევხედოთ თუ დაამარცხებს ცოტნეს გამარჯვებულს პირადად მე გადავცემ 500 ლარიან ვაუჩერს და წაგებულს მაინც მივცემ 100 ლარიან ვაუჩერს რაღაც მეჭუბა რომ ცოტნე წააგოს მაგრამ ნახოთ დამატრიალა ეს მაგიდინეს რა მოგბძანდით ეს არ გაწყლილი კაი პირველი გახსნა ზაფხული და ლუდი არის ესე აი ეს. რაც შეეხება ხიდეშას წაგებულ 3 ლიტრიანი ლუდის თავზე გადასხმას, ამ ყველაფერს ბოლოს გადაი. ახანში ო რა. იხილავთ რა. სხვა ჩელენჯებსაც დავამატებთ, მაგრამ ერთიანად. რა. ჩემი ლამაზი. ჩვენ გადაგასხავთ, მე და ცოტნე გადაგასხავთ. ვითომ ლევანდოვსკი ხარ. მოკლედ მეგობრებო მეგობრებო, ალისამ გამოხატა სურვილი, მაგრამ ცოტნეს ვერ დავეჯახებიო და დავეჯახებიო ხიდეშას და ნახოთ ხიდეშას თუ მოუგებს ლუდის სმაში ერთ-ერთზე შეეჯიბრებიან, ალისა თუ მოიგებს, გადაეცემა 500 ლარიანი რატის ბარის ვაუჩერი. მაგრამ აი ხიდეშა თუ წააგებს, ანუ ალისა რომ მოიგებს და ხიდაშა რომ წააგებს, მაგ შემთხვევაში აუცილებლად ლუდი თავზე გადაესხმევა, რაც დარჩება ეხლავე და ის 3 ლიტრიანი კიდე ზემოდან გადმოესხმება. ესა ზემოდან მერე იქნება ცოტა ბოლოსკენ რა. წავიდეთ ხო მივიდეთ პაულანერი დავცხოთ ახლა. შანსი 0. რა ლუბის პივა? აბაშა. ხო? Yes. Very much. უკვე დავწერდი არის. სვეჩი დავაწყე ნახევარმა. Вообще beautiful. Красавец.
დაუწერი და ისწავლე და ჩემო როგორ. მარია მიყვარხარ მართლა გეუბნები. Alisa, are you ready? Yes. Zadkhad. Yes! Okay. 3, 2, 1. Go! Დაიწყე. მიდი. დავай. გადაგება უნდა გადაისრა. ალისა. ალისას გადაეცემა. ალისას გადაეცემა 500 ლარიანი. ოჩერი. მადლობა დიდი. Thank you very much. ამასობაში მეგობრებო გამოჩდნენ სურველები შენი სახელი ჩემო მეგობრო? ზურა, შენც კაი გაბარიტებში ხარ, ცოტნესი არ იყოს ჩემო ძმაო, ამიტომ დიდი კონკურენცია იქნება ჩემი აზრით. დიდი მატჩი. ასეთი ჩელენჯი გვაქვს, ამარცხე ცოტნე. ლუდის სმაში უნდა აჯობო, ვინ უფრო სწრაფად დალევს რა. შენ თუ სწრაფად დალევ, განმოგეცემა რატის ბარის ვაუჩერი, თუ წააგებ, რაც დაგრჩება უნდა გადაისხავ. მე ბატონო არ არის პრობლემა. მოსვლა? ზული განაცხადია, მე ლუც მოვიტან და მოვალ. კარგად სვავ. ბევრს სვამ ეგ ერთი ვიცი. რაფად? არ მიცდია სიმათ რა გითხრას, რომ ეს გამოჩნდა. ეს გამოვწდი. აბა მზადხარ? დაითვალე. გაგვიმართეთ. 2, 1. Bravo. მე რო პირი გავა. არც ეს არ დაგჭა. დიდიაში ისეთი პაექრობა იყო, რომ აუცილებლად გადაეცემა 200 ლარიანი. გაიხარეთ. დიდი მადლობა ჩემო, გაიხარეთ. მადლობა კონკურენციისთვის. თუ მინდა ეხლა ემზადوان. და რევანში? მინდა. რევანში გამოიწვია ცოტა დამარცხება არ უყარს. ბიჭებო, რევანშის დრო არის. 7.5 ლიტრა მაქვს ყველაზე მეტი დალეული ბიჭებთან ერთად მარტო მე და ფული გაგვითავდა. ჩვენთან რატის ბაში რომ მოხვიდე მაგ ვაუჩერი 7.5 ლიტრაზე მეტი ყველა ვარიანტში მოგდის. ამიტომ დაწყეთ. დანარჩენი თუ კიდე დაგაკრდა რამე მე ვამატებ გეუბნები. კაცურად ეს ვაუჩერი აუცილებლად შენ გაქვს და მოდი ერთი გავიმეოროთ კიდევ იმიტომ რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს. ცოტნე მისურვა ასე და ზურაც მოპყვება ამ ჩელენჯზე. 3 თუ მომიგე 3. 2 1. არ ვიცი. მე არ ვიცი. ეს ერთდროულად. იმენ ერთდროულად იყო თაღოს. ანუ იმის თქვა მინდა რომ აი არ ვიცი. იმენ ერთდროულად არის. მეორე ცოტნე ვიპოვებ გოლი. ხალი ხო არ გახსადმე. არა. ყველა ვარიანტში გადმოგეცემა ძმაო. ეგ ვაუჩერი, ძალიან დიდი მადლობა წარმატებები მთელი გულით სული. რომ მოხვალ ბარში ერთად დავლიო დავა. აუცილებლად. მე შენ რო დაგაჩელენჯო ეხა. მივიღებ თუ რა გამოწვევას? მივიღებ. მიიღებ? მივიღებ. 3 ლიტრიანი პაულანერის ჭიქარო მოგაწოდო ეხლა. 3 ლიტრიანი პაულანერის ჭიქარო მოგაწოდო ეხლა. და მოგცე დრო 4 წუთი. დავლე. დალევ? დავლე. და თუ დალევ 500 ლარიან ვაუჩერს. გამოუშვი. მაგრამ რაც დაგრჩება უნდა გადაისხა თავზე. გამოუშვი. და რაც დარჩება ისხავ თავზე. ვერ ჩამევიტანე. თუმა 500. ზურა სანამ 3 ლიტრიანი შეიძლება იქამდე შემდეგი მონაწილე არის ჩელენჯისთვის. თუ შეიძლება მომბრძანდით. მოდი ძმაო. გამარჯობათ. თქვენი სახელი? ლაშა ხარებავა. ლაშა. ბოლო პაულანერს დავლებ. პაულანერი ჩემთვის არის ლუდების ღმერთი. ბატონო ლაშა 3 2 1. ცოტნე მოიგო, მაგრამ იმარჯვა. მაგრამ ვაუჩერი მივწეთ რა. აუცილებლად. გაუმარჯოს იმის გამო რომ ეს პაულანერი არის გერმანული თემა რა. გერმანულ, ესე იგი
ქრისტიანობა და ლუდი გერმანიამ ერთად მიიღო რა. ამიტომ ვიტყვი სიტყვას das Deutschland über alles. ოპა! მოვიდა მეგობრებო. ზურა, ეს არის 3 ლიტრი და რაღაც კიდევ გრამები. მაგარია. რაღაც კიდევ გრამები. ბებო, დედასმისავარ ყველაზე მაგარი ლუდია მართლა გეგრევე ჯაში. ყველა ნერვიულობს თავიანთ ახალგაზრდებზე და ლებია ჩემს არ არის გამონაკლისი. ზომას რო შევხედე ცოტა შეგეშინდა? ნერვიულდი. ჩაგირთავ დროსაც, აი. ჩელენჯი იწყება 3 2 1 3 წუთსა და 23-ში უნდა დალიოს. ზურა! 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 ვიდი, იცის ეგეთები გამოუში. დაი ზურა! ზურა ჯერ 20 წამია გასული. ჯერ 20 წამია გასული და კარგად მიდიხარ. რამდენი დალია? მაგასო შემი. ვიდი. ვიდი, წადე, არის ჯერ დრო. არის დრო. ვაღიარებ რო გადაისი. მე ნებდები. ზურა დრო გადვისდა, მგო. პირობა. და თავი წარმოიდგენე როგორც ბაიერნის ფეხბურთელი. აი ერის ფეხბურთელმა. ჟარ არის. ჟარ. ხალხი უშიშოდ დარჩა. დაგო. პირობა, ზურას გულები გაუსპამოთ, გთხოვთ. პირობა. ბრავო. მადლობა ძალიან დიდი და იმ 200 ლარიან ვაუჩერს 500 ლარიან ვაუჩერად გიკეთებ მაინც მოდი და ის ბარში და ვიგულაოთ ერთად. გაიხარეთ. შენ და ცოტრე ამოწურეთ ეგ ვაუჩერი ლუდის სმაში. გაიხარეთ მაო. всё? მოსულა? მახარ წარმატებები. მადლობა. გაიხარე. ეხა მე მინდა რომ დაგაჩელო შე მაჭამო რამე ჩელენჯი. მე მინდა რომ რატი დავაჩელო აი თუ რას გვაჭმევს მოშივდა. უკვე დავთვლი. დათვრა და მოშივდა. მეგობრებო, გამოვედით ეხა საჭმელად, ცოტა ნასვამები არიან ბიჭები და ცოტას დავაგემოვნებთ. აქ მიდის კეიფი, გუგუნი, ბურგერი არის, წვადი არის, ჰოტდოგები არის, რაღაცეები არის, მოკლედ რაღაცა არაორდინალური რაღაცებიც არის. მაგ ყველაფერსაც დავაგემოვნებთ ეხლა და დაუბრუნდებით სოტნესთან ჯაკს. კალი ქავაბი ჩვენი თავშეყრის საბაბი უცბად აი აქვე დაიწყო. აქ რაღაცა საინტერესო რაღაცა დავინახე ლოკოკინებიო. გამარჯობა, რო გადავიღოთ, პრობლემა ხო არ არის? დარანჩინი. ყველაფერი ლოკოკინის არის? ყველაფერი გვინდა. სტარტაპი ხარ? მოკლედ, მეგობრებო, ესეთი ამბავი გვაქვს რა. ლუდი და ლოკოკინა მიდის ერთმანეთთან? რა? ლუდი და ლოკოკინა მიდის. პირველ ჭამ ლოკოკინას. ეს არის აჯიკით ლოკოკინა. ლუდი, სად არის ლუდი? დავოიღო გემო. კაი, ეს არის ლოკოკინის არანჩინი, აი ესე გამოიყურება. აბა. დავაი. მართლა პირველ აქვსინჯავ ამას. ლოკოკინი ნახე? ნიურისაა. ნიორია. კაი, აქ ესადია. ბიჭო, ვაფშე ვებრძოლ ლოკოკინებს რა. მესხური სამზარეულოდან არის. აუცილებლად გასინჯეთ მეგობრებო, თუ შანსი მოგეცემოთ. გავსი არ ყოფილა. იქიდან გამომდინარე რომ სვანური მარილი და აჯიკა სხვაგან არ არის შეგვიძლია ქართული ინგრედიენტები აქვს. კი. ყველაფერი ქართულია. ტარტილიას გარდა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, გაიხარეთ. ქართული ლოკოკინაც ვჭამე. ბიჭო, მართლა გაასწორა. ის ერთი ძალიან გემრიელი იყო. ტომატის რო იყო, აი, მე პროსტო უბრალოდ აგარე წაიღო, იმენა სერიოზული რაღაცა იყო. რამე ვჭამოთ რა. აუ, აქ ნახე მწვადები გაიჩინე. ქართული, ან ამერიკული იქეთ. რას გვირჩევ? მოდი მწვადს დავეძალებით. ხა რა, იმდენი ლუდი დავლიეთ, რომ ერთი ქათმის და ერთი ღორის მწვადი მოგვიწევს.
ეხა ჩვენში ყველაზე მთვრალი არის ცოტნე და ცოტნე არჩევს აქ რას შეჭამ. რა შეჭამ, დრეები გვაქვს? რა გვაქვს? რეგიონში ოპა! და რა ქვია თქვენს ობიექტს? კიდევ მინდა არის მოკლედ ჩვენი აი ეს თუ მიმიმაგრეთ თუ გინდა. კიდევ მინდა არის მოკლედ ჩვენი ბრენდ ნეიმი რა. ქართული და ამერიკული სამზარეულოს ესეთი ნაზავი არის რა. შენი აზრით საუკეთესო შენი გემონები რომელი? ბურგერს გაგასინჯებდი დიდი ბურგერი შემოვლებით. გაგასინჯე, შენი გემონები. აი მოკლედ რა პროდუქციაც აქვს ყველაფერი გვაქვს. დილო. უბრალოდ რაოდენობა ვითხარ რა. ესე იგი 5-5 გვინდა ყველაფერი. თუ ვიტყირო კიდევ მინდა, ესე იგი კიდევ მართლა მინდა რა. მე ხო იცით რომ ჭამელი ადამიანი ვარ და აი ჩემ სიტყვას პატივი უნდა შედავ და გაითვალისწინო. მეგობრებო, დამზადდა ჩვენი ბურგერები. აი ასე გამოიყურება. როგორი არომატები მოდის? მადლობა. მადლობა ძალიან დიდი. არ იყო საჭირო, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად. ვიდეოში ნახავ. მეგობრებო, ჩემი მწვადიც შემოვა ძალიან მალე და ნახოთ კიდევ თუ მოგვინდება, ესე ქვია ობიექტს კიდევ მოდი აბა მოვარხი. გლიჯე. ნახოთ ბურგერი. საერთაშორისო მსგავს ფესტივალებზე მაგრად მევასება ბურგერის თემა. იდემი. მე მაგალითად კიდევ მომინდებოდა მე მაგალითად. მოდი მე ესეთ რაღაცას ვიტყვი რა. ამაზე უკეთესი ბურგერი მიჭამია. მოგიწყარ რომ არ მიჭამია მე მოგატყუებთ, მაგრამ ეს ყველაფერი არის საბურგერეში. მსგავს პირობებში ანუ. ხო რა, ანუ აი ფესტივალის ვარიანტში რომ არის ძალიან ისეთი კარგი არის, როდესაც ანუ მიხვალ შეგიძლია მიირთვა და გემრიელი არის. ხო რა, ანუ ის არ იქნება რომ არ მოგეწონება და რაღაცა რა. და მე ძალიან ამ соусის ნორმალური. და მისის და მისტერ და მისის უდიდებულესობა. წვადი არის ისეთი კერძი ქართული, რომელსაც სოფლიოში ტოპ საუკეთესო საჭმელებს შორის სამეულში ყოველთვის მოხდებოდა. პირველი, მეორე ხინკალი მწვადია და მესამეზე უკვე დავფიქრდები რა. ამიტომ ნახოთ გარე პირობებში. ეხლა ზოგი დამიწერს კარგ მწვადს საწებელი არაო, ესაო, მე როგორც მისწოდება და როგორც სიამოვნებს ზოგადად ადამიანმა ისევ და მოიქცე და ისევ და ჭამ. ამიღო. ხახვი აუცილებლად. ხახვი გემოვნებით. აი ეს არის ვისი ჭამას ყოველდღე შემიძლია მართლა დედასპიცა. აუ რა გემრიელად მიიწევთ. მეგობრებო, ეხლა ჭამა და გიგას შემოვლენ, შეჭამენ და ნამდვილად კიდევ გვინდა. მეგობრებო, უსახელაური შევამჩნიე დახლებთან და მივიდეთ აბა. გოგახსენებთ უსახელაურის შესახებ. ეს არის უნიკალური ჯიშის ღვინო, რომლებიც ძირითადად ლეჩხუმის ტერიტორიაზეა. ლეჩხუმში არის შემოტანილი როგორც უფროს თაობიდან მსვენია, მანძარიას აქვს გვარად შემოტანილი. იყო დრო რომ ბევრი ეხლას ეძახის ამ ღვინოს მანძარიას ღვინოს. გაგვიმარჯოს, სამთელობა გეგრძელობა ჩვენ და მთლიანად საქართველოს. მოგესალმებით ბათუმიდან, აჭარან. მეგობრებო, ეხლა ვართ შტარნბერგერის სტენდთან, სადაც სხვადასხვა თამაშები მიმდინარეობს და ეხლა ერთ-ერთი ჩელენჯი არის ლუდის კათხები უნდა დავიჭეროთ აი ასე და მე ცოტა და ხიდეშა მივიღებთ მონაწილეობას და ეხლა გითხრეს რომ სხვა მონაწილეები არიან თურქები და ვნახოთ 1021 თუ განმეორდება ვნახოთ. დავაი ხოძე ხა მოდი აქ რა ხდება? მოიცა ეხლა ეს საათი მამძიმებს ხო? საათი უნდა მოიხსნას. აჰა. 3 2 1 Let's go, Batumi! Come on! მე ხარ მიყვარს ეს წესების დარღვევა და
რა რატის ჩემი მე სწორად ვიდექი 3 წუთი ჩემი. გამოუშვი, ნიკა. გამოუშვი. რატი შერევი საუბარი. საჭამოა ხელები ნახე. ო, წავ. აი მე მიკაკალებს ჩემი. არა, ხიდაშ დავაი, ხიდაშ. ხიდაშ შენია, ხიდაშ. ეგარი. დადეს არ გადავაწყე. გამარჯვებულ! წაგებულებმა ლუდი დავიმსახურეთ. აჰა, ეს გავამართი შენს. ო, რა კარგია. მოკლედ, მეგობრებო, ცოტნეც მოვიდა და ვაგრძელებთ. ნახოთ, თუ დაამარცხებენ ცოტნეში. 3 2 1 არ მართლა არ. ვინ იყო? თუმარი. იყო? რა მე ვარი მინდა, მაგრამ ვარი ფიფას კი არ დამატო. მეგობრებო, აკაკიმ გაიმარჯვა და გადაეცემა რატისბარის 300 ლარიანი ვაუჩერი. წარმატებები, მადლობა ძალიან. აი ხა. და გვეწვე რატისბარში. აი ხა და მომავალ წელს განვამეო. ბევრი გამომწერიო, ხო? ოკეი. ყველამ გამოვიწეროთ, ვიწერის არხივ. გაიხარ. მეგობრებო, ასე დასრულდა ჩვენი ვოიაჟი ლუდის ფესტივალზე. ცოტნე კარგად გაიბერა და შეთვრა, მაგრამ ჩემო ცოტნე, მოდი გადავინაცვლოთ კულმინაციაზე. ვიდეოს დასაწყისში ჩვენმა ხიდაშამ წააგო, ხო, ჩვენთან ჩელენჯი. ესეთი ამბავი იყო და ჩვენ აზე შევთანხმდით რომ შევახსენო. რაღაც ერთი ბაკალი ლუდის გადასწრებით. პატარა ბაკალი. ერთი ბაკალი. იქ მგონი 3 ლიტრიანი ბაკალი იყო. ნახსენები და მოდი ხიდაშეს აუსრულოთ ოცნება ბაიერნში თამაში და პაულანერის გაუფილტრავი ლუდი გადავასხეთ. მოი მე გადავისე. არ მინდა, დაცი. პირობა. ჩაბარებულია. მეგობრებო, გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი YouTube არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო. პაულანერმა საჩუქრად გადმოგცა ეს 3 ლიტრიანი ჭიქა და დაგვიწერეთ კომენტარებში თუ შეძლებთ თქვენ რომ ეს 3 ლიტრიანი 4 წუთში დალიოთ. დაგვიწერეთ, შეგარჩევთ და ერთი კაი ჩელენჯი გადავიღოთ. პრიზიც რა თქმა უნდა იქნება. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხები, ხიდაშას YouTube არხი აუცილებლად გამოვიწეროთ 50,000-ზე. გონი იმსახურებს ეს კაცი. შუა ერას მოედანზე გადაისხა ლუდი თავზე. ნელ-ნელა დრო არის რომ დავემშვიდობოთ. აბა ჰეც და აბა ჰოები. ჭვან ძალიან მაგარი თორემ ანგელოზია ჩვენს უკან. ჯამატას უკან ანგელოზი ბოზიშვილი.